მადლიერების სახლში ურთიერთდახმარების პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების გამოფენა მოეწყო. გამოფენა საპრეზენტაციო ხასიათს ატარებდა. პროექტი მადლიერების სახლის თანაბარი ჩართულობის ცენტრისა და აგრობიზნეს კოლეჯის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება. ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო ყოფილი პატიმრის ჯულიეტა ფხაკაძის ნამუშევრები. გამოფენა საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. შეზღუდული შესაძლებლობის პირები მოვიდნენ მადლიერების სახლში ბენეფიციარებთან და აქ მიდის ურთიერთშეთანხმებული პროექტი, რომ არ არსებობს შეზღუდვები გარემო თუ კი არის ადაპტირებული. ამიტომ აქ ერთობლივად ტარდება მასტერ-კლას დიზაინი. არაფერი არ დასამალი პირიქით ეს ადამიანები არიან სრულფასოვანი წევრები ჩვენი საზოგადოების. ამიტომ ყველა ესეთი ღონისძიება, ყველა ესეთი აქტივობა მხარდაჭერილი იქნება ქალაქის მერის მიერ. დღეს იყო მადლიერების სახლსა და ამ ორგანიზაციებს შორის. მე ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს. მყავს შვილი მარიამ ლომთაძე, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ამიტომ რა თქმა უნდა პირველ რიგში მიუძღვენი მას. მე თვითონაც ცოტა ისეთი ცხოვრება გავიარე, 6 წელი ვიყავი პატიმრობაში. ვისწავლე ეს ხელობა, ძიებზე მუშაობა და მინდოდა რომ ჩემი მცირედი წვლილი შემეტანა ამ ბავშვების გასახარებლად.